წარმოიდგინე რომ შეგეძლოს საკუთარი თავის გადამრავლება, ანუ 2 რო იყო, ან 10 რო იყო, ან 40 რო იყო, ან შენი თანამშრომლების პროდუქტიულობის ზრდა. ეს რაღაც დონეზე იდეაში შესაძლებელია, რადგან ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ჩანაცვლების ნაცვლად მისი პროდუქტიულობის და შესაძლებლობების ზრდისთვის არის მოვლენილი. ადამიანების უმეტესობას ხელოვნური ინტელექტი ჰქონია მხოლოდ ChatGPT, რაც ასე არ არის. ChatGPT-ს ყოველკვირეულად 800 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა ის ენობრივი მოდელია. სხვათა შორის სულ ახლახანს დაამატეს ყიდვის ფუნქცია, შიგნითვე. ჯერჯერობით მხოლოდ 10-დან არის შესაძლებელი პირდაპირ რაიმეს ყიდვა, თუმცა მალე დაამატებენ Shopify-ის ინტეგრაციასაც, რაც საკმაოდ დიდ ბაზართან მისცემს chat-ის მომხმარებლებს პირდაპირ წვდომას. ანუ შიგნითვე შეგეძლებათ, რომ ჯერ ჰკითხოთ რა უნდა იყიდოთ და შემდეგ იყიდოთ. რაც რავი, მაგარია. E-commerce-ის მომავალი ზოგადად იცვლება მთლიანად. იმისათვის რომ ეს დაიხვეწოს, განვითარდეს და გაუმჯობესდეს, წლები იქნება საჭირო, თუმცა ჰკითხეთ თქვენივე თავს რა გირჩევნიათ. მაგალითად, შეხვიდეთ Amazon-ზე, ათვალიეროთ პროდუქტი, შემდეგ დაიკითხოთ რევიუები, დაიკითხოთ აღწერა, გაიგოთ შესაძლებელია თუ არა თქვენთვის ესა თუ ის პროდუქტი. თუ ეს ყველაფერი გააკეთოს ხელოვნურმა ინტელექტმა თქვენს ნაცვლად, რომელსაც ეწოდინება თქვენი ტიპაჟი, თქვენი ფიზიკური მონაცემები, გაქვთ თუ არა რაიმე სპეციალური მოთხოვნა და მაქედან გამომდინარე თავისი ჩაგირჩიოთ პროდუქტი. რა თქმა უნდა, ალბათ უმეტესობა თქვენგანი მეორე ვარიანტს არჩევთ, რადგან ადამიანები ყველაფრის გამარტივებისკენ ვართ მიდრეკილი. დღევანდელ ვიდეოში კი ვისაუბრებ 5 AI ხელსაწყოზე, რომელიც შეგიძლიათ რომ გამოიყენოს ბიზნესში, რაც გაგიუმჯობესებთ შედეგებს და გაგიმარტივებთ ყოველდღიურ პროცესებს. დავიწყოთ მეხუთედი. ეს არის Perplexity-ის ბრაუზერი, რომელიც ღია წვდომაში ახლახანს გაუშვეს, Comet ქვია. Comet Chrome-ის ბაზაზეა შექმნილი, ანუ პირდაპირ შეგიძლიათ დააკავშიროთ და გადაიტვანოთ თქვენი პროფილი. რა ეშვება ეს Comet? ასისტენტი, ისეთივე როგორც ChatGPT-ა, ცხოვრობს ბრაუზერში და შეგიძლიათ რომ მაგალითად სხვა ვებგვერდზე სტუმრობისას გთხოვოთ მისი შეჯამება გითხრათ მოკლედ ან რა არის მთავარი სათქმელი იმ გვერდის. ასევე YouTube-ზეც კარგად მუშაობს. შეგიძლიათ რომ ვიდეოს მთავარი სათქმელი მოკლე შეჯამება ან ზოგადად რაზეც ისაუბრა ავტორმა, თუ საინფორმაციო ტიპის ვიდეოებს უყურებთ, გთხოვოთ რომ შეგიჯამოთ, მოგწეროთ ტექსტურად და მაგალითად ნაცვლად იმისა რომ 10 წუთი დაგეხარჯათ ვიდეოს საყურებლად, შეგიძლიათ რომ 2 წუთში გამოიტანოთ მთავარი სათქმელი, მიიღოთ ინფორმაცია უფრო მარტივად და პროცესი აასწრაფოთ. იდეაში ვისაც უფრო სწრაფად უნდა ან სწავლა, ან ინფორმაციის მოძიება, ან რაღაცის გაანალიზება მისთვის არის. ასევე შეუძლიათ თქვენი იმეილების შეჯამება, მაგალითად, სადმე რაიმე deadline-ს ხომ არ ტოვებთ, შეუძლია რომ გაანალიზოს თქვენი კალენდარი. ანუ ჩართვალეთ რომ ბრაუზერში არის ჩაშენებული ChatGPT-ის მსგავსი ასისტენტი, რომელსაც ნებისმიერ გვერდზე სტუმრობისას შეგიძლიათ რომ რაიმე გკითხოთ, რაიმე დავალება მისცეთ და ის ამას პირდაპირ ეგრევე შეასრულებს, რადგან ბრაუზერშია ჩაშენებული. მე პირადად ვიყენებ YouTube-ის ვიდეოების მოკლე შეჯამებისთვის, ჯერჯერობით რამოდენიმე კვირა, დაახლოებით 2 კვირა რაც ვიყენებ, საკმაოდ მომწონს და ხედავ რომ იდეაში ბრაუზერების მომავალი რაღაც თუ იარსებებს ამავდროულად ბრაუზერები რაღაც კუთხით მანდ არის, ანუ ბრაუზერშივე უნდა შეგეძლოთ ხელოვნური ინტელექტისთვის რაღაცის კითხვა და ასევე რაღაც დავალების მიცემა, რასაც ის შემდგომში შეასრულებს. კითხვის კუთხით Perplexity-ის ბრაუზერი იდეალურად მოქმედებს, დავალებების შესრულება, ანუ აგენტიკ ფუნქციების შეთავსება ჯერჯერობით ისე არ შეუძლია, როგორც ამავდროულად შეიძლება. რა შეეხება მეოთხეში, ჩემთვის ეს სტარტაპი საკმაოდ საინტერესოა, Delphi AI ქვია. წარმოიდგინე რომ შეგიძლია შექმნა შენი ციფრული კლონი. ვიდეო რითიც დავიწყე იდეაში. Chat-ი, რომელიც შენს ნაცვლად ისაუბრებს, უპასუხებს და რეალურად რომელიც შენს ცოდნას, გამოცდილებას, პიროვნებას ყველაფერს წარმოადგენს. და ეს არის ზუსტად ის, რასაც აკეთებს Delphi AI. შეგიძლია დაატრენინგო შენი კლონი შენი ტექსტებით, ვიდეოებით, ტონალობით და მე ის პასუხობს ადამიანებს შენ სტილში. ამ ეტაპზე ჯერ ბეტა ვერსიაშია, მაგრამ აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ვიდეოებზე მიკომენტარებენ ხოლმე, რომ ხელოვნური ინტელექტით ხომ არ არის დაგენერირებული და არსებობს მაგის ხელოვნური ინტელექტით, რომელიც digital clones აკეთებს, რომელსაც შეგიძლია რომ მიაწოდო ტექსტი და ის ისაუბრებს, თუმცა ჩემი ვიდეოები ხელოვნური ინტელექტით არ არის დაგენერირებული, მე თვითონ ვზივარ და მე თვითონ ვლაპარაკობ. ხო, ძირითადად უფრო მეტად short form-ის კონტენტზე აქვს ხოლმე ეგ კომენტარი. და Delphi AI-ის დანიშნულებას იდეაში, ეგ არ არის. ამჟამად ბეტა ვერსიაშია, მაგრამ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ყველაზე მთავარი პოტენციალი რა შეუძლია. პირველ რიგში შეგიძლიათ რომ ისეთ პიროვნებებს ელაპარაკოთ აქვე, ანუ საიტეზევე, რომელთაც თითოეული საათის ღირებულება ღირს რამოდენიმე $1000 და შეგიძლიათ რომ ეს გააკეთოთ სრულიად უფასოდ. ისინი გიპასუხებენ მათი ცოდნით, მაინდსეტით, გამოცდილებით, ყველაფრით. რაღაც რაც რა დონეზეც დატრენინგებულია ბოტი და რა დონეზეც ჩატვირთული ეს ინფორმაცია
მაქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა. მაგრამ ასევე მათი საუბრის სტილით, ანუ ყველაფერი მათი იქნება უბრალოდ ხელოვნური ინტელექტის მიერ იქნება ეს ყველაფერი დაკოპირებული. რადგან შეგიძლიათ რომ ეს ბოტი დაატრენინგოთ თქვენს YouTube-ის ვიდეოებზე, თქვენს პოდკასტებზე, თქვენი იმეილის მიმოწერებზე, ანუ ყველაფერზე იდეაში, თქვენს digital footprint-ზე და მაქედან გამომდინარე ადამიანებს ისე გაესაუბრება იგივე რჩევებს მისცემს, რასაც თქვენ ურჩევდით. ნუ რაღაც დონეზე. მაგრამ ეს რადგან ჯერჯერობით საწყის სტადიაშია, წარმოიდგინე რომ 2 წელიწადში ან 5 წელიწადში შეიძლება რომ ერთ-ერთში დაგვემსგავსოს ეს კლონი, თან 24/7-ზე იქნება თავისი საუკეთესო ვერსია, ანუ თუ რეალური ადამიანი ყოველ წუთას გარემო ფაქტორების, ამინდის, ენერგიის, დონის, ხასიათის, ან ბევრი სხვა გარე ფაქტორების გამო ვერ ახერხებს რომ ყოველ წუთას საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია იყოს და გონებრივი პერფორმანსი ჰქონდეს მაქსიმუმზე, აქ უბრალოდ CPU შეგიძლიათ რომ ჩააშენოთ და ის მუდმივად უმაღლეს პერფორმანსზე იქნება. ანუ შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენ შეგეძლოთ თქვენივე თავის დატრენინგება, რომელიც საშუალო სტატისტიკურად თქვენზე ჭკვიანი იქნება, იმიტომ რომ ის მუდმივად პიკში იქნება, ხოლო თქვენი გონება ხან იქნება შესაძლებლობის მაქსიმუმზე, ხან ვერ იქნება და დაღლილი იქნებით. ეს, ნუ რა თქმა უნდა, არ არის ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივა, ამას არ სჭირდება 10 და 15 წელი. შემიძლია უახლოეს 2, მაქსიმუმ 5 წელიწადში ამ ხრივ მნიშვნელოვან გარღვევებს ვნახავთ ადამიანები ისე მალე მოვა ეგ პერიოდი, რომ ვერც გავიგებთ რეალურად. ხოლო ამ tools ახლა დღეს რაც შეგვიძლია რომ გავაკეთებინოთ, მაგალითად შეგიძლიათ რომ შეხვიდეთ Explore-ში და ესაუბროთ Brian Trace. მაგალითად და რა არჩევასაც Brian Trace მოგცემთ, იგივეს გირჩევთ ისიც. მაგრამ ეს გამოყენების ერთი ვარიანტია, გამოყენების მეორე ვარიანტიც აქვს, რომელიც ასევე საინტერესოა. იდეაში თქვენ შეგიძლიათ რომ შექმნათ თქვენი ციფრული ხელოვნური ინტელექტის კლონი, რომელიც მოახდენს სრულად თქვენი ცოდნისა და გამოცდილების სისტემატიზაციას და მისცემს თქვენს თანამშრომლებს მასზე წვდომას. რადგან ჩვენ როგორც ადამიანები რესურსული არსებები ვართ და მხოლოდ გარკვეული შეზღუდული რაოდენობის დრო და ენერგია გვაქვს. შეგვიძლია მსგავსი ტიპის ხელოვნური ასისტენტი მივცეთ მარტივი განმეორებითი კითხვებისთვის ჩვენს თანამშრომლებს. ნუ ჯერ არ მიცდე ეს ვარიანტი სიმართლე რომ გითხრათ, განვითარების ამ დონეზე არ მჭირდება. მე თვითონ საკმარისი ვარ, თუმცა სამომავლოდ ვაპირებ. ასევე თქვენს თავზე შეგიძლიათ რომ წვდომა მისცეთ ფართო აუდიტორიას და ეს გახადოთ ფასიანი. და კიდევ ერთი ჰიპოთეტური სცენარი. ოდესღაც, რაცა ყველანი მოვკვდებით, ჩვენ შეგვიძლიათ დავტოვოთ ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ექნება ჩვენი ცოდნა, გამოცდილება, მაინდსეტი, ხედვა და მას შეიძლება გააგრძელოს კაცობრიობისთვის მსახურება და დატოვოთ ჩვენი სახელი უსასრულოდ. თან ამ ყველაფერს იქიდან გამომდინარე, ნუ შეხედავთ დღეს რა შეუძლია ხელოვნური ინტელექტს. შეხედეთ რა შეიძლება 2 წელიწადში, 5 წელიწადში, ან თუნდაც უფრო მერე 10 წელიწადში. რაც შეეხება მესამეს, ეს არ არის კონკრეტული ხელსაწყო, ეს არის ხელსაწყოების კრებული. Google-ის AI Lab-ის გვერდზე შეგიძლიათ რომ იხილოთ ბევრი სხვა ტიპის ხელსაწყო. ჩემი აზრით, Google-ს დღეს ყავს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ერთ-ერთი ტოპ გუნდი, რომელიც ძალიან ბევრი სხვა ტიპის ხელსაწყოს ქმნის, ბევრ ექსპერიმენტს აკეთებს და ეს ოდითგანვე ეგრე იყო. მაშინ როცა ChatGPT-ის შექმნა იწყებოდა, ნუ Google-ის AI თიმი უკვე საკმაოდ ინტენსიურად მუშაობდა ხელოვნურ ინტელექტზე და ძიების შედეგებშიც იყენებდნენ მაქედან რამოდენიმე წელიწადში. ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ ბევრი სხვა ექსპერიმენტი, რომელსაც Google ატარებს. აი მაგალითად Dopply, სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი ფოტო და ნახოთ რომელი ტანისამოსი როგორ მოგიხდებათ. მაგალითად Opal-ი დაგეხმარებათ ხელოვნური ინტელექტის მინი აპლიკაციების შექმნასში, რედაქტირებასა და გაზიარებაში ჩვეულებრივი საკომუნიკაციო ენის მეშვეობით. ანუ შეგიძლიათ შექმნა ისეთივე API, როგორც არის ChatGPT, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ ფუნქციას შეასრულებს. WEO3-ით მანდვია, რა თქმა უნდა, და WEO3-ზე ისედაც გეცოდინებათ. ჩვენ ვიყენებთ კორპორატიულ Gmail-ს და გარკვეულ ხელსაწყოებზე გვაძლევს თომას AI Lab-ში, თუმცა ზოგიერთ მათგანის გამოყენება კვლავ შეზღუდულია. მოკლედ, აქ ძალიან ბევრი ტოპ AI ხელსაწყო შეგხვდებათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის გუნდის მიერ შექმნილი. რაც შეეხება მეორე ხელსაწყოს, თუ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, ყველა უფრო ხშირად იყენებს ChatGPT-ს. მათ შორის ალბათ მე შესაძლოა რომ კომენტის გამოყენებაზე უფრო ინტენსიურად გადავიდე რაღაც პერიოდის შემდეგ. თუმცა, ChatGPT თავისი ყველაფრით, სწრაფით დიზაინით, არქიტექტურით, სიჭკვიანით, ამჟამად მაინც ტოპ ხელოვნური ინტელექტია და თან პიონერია ამ სფეროში. ხოლო რამოდენიმე კვირის წინ OpenAI გამოაქვეყნა ChatGPT-ის პრომპტების სია, ასე რომ ვთქვათ, მათ მიერ შექმნილი პრომპტები, არც უნდა იდეაში პრომპტ შექმნა მოფიქრება უნდა უბრალოდ. ხოლო ეს აპლიკაცია, რომელსაც right click პრომპტი ქვია, მუშაობს ბრაუზერში და როცა მაუსის მარჯვენა ღილაკს ხელს დააჭერ, ჩნდება მენიუ
გამოიყენო სახელად right click prompt-ი და შეგიძლიათ რომ შექმნათ სხვა კატეგორიები, დაამატოთ სხვა შაბლონები, მაკროები და მანდ ჩააყაროთ ეს პრომპტები. ნაცვლად იმისა, რომ მოგიწიოთ ამ პრომპტების ობოლჯერზე საიდანმე დაკოპირება, ან ობოლჯერზე მოფიქრება, ან თუ ერთ და იგივე ტასკებს ასრულებთ გინდათ მაგალითად იმეილები, რომ გრამატიკულად გამართული იყოს და პროფესიონალური ენით ეწეროს. ნაცვლად იმისა, რომ ობოლჯერზე თავი განუთხრათ, უბრალოდ გექნებათ პრომპტი მაუსის მარჯვენა ღილაკზე და ნუ ის პრომპტი შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც გჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ არ დაგეზარებათ და შეყრით პრომპტებს მის ბიბლიოთეკაში, ბევრად უფრო სწრაფად, მარტივად და ეფექტურად შეძლებთ ChatGPT-ს გამოყენებას. ნუ ეს ძალიან პატარა და მარტივი ინსტრუმენტია, მაგრამ რეალურად შეუძლია რომ დიდი პრობლემები მოაგვაროს, დაგიზოგოთ დრო და ენერგია და დაგეხმაროთ ყოველდღიურ ამოცანებში. კარგი, გადავიდეთ პირველზე. ნუ იდეაში lovable ალბათ ყველას გაგონილი გექნებათ. წარმოიდგინოთ, შეგიძლიათ შექმნათ ვებსაიტი ისე მარტივად, თითქოს უბრალოდ მეგობართან ლაპარაკობ. არ გჭირდება არც დეველოპერი, არც დიზაინერი, არც backend დეველოპერი. უბრალოდ უყვები ხელოვნურ ინტელექტს რა გინდა და ის ყველაფერს აგიგებს თვითონ. შესაძლოა თუ დეველოპერს დაიქირავებ, მისთვის უფრო მეტი ახსნა დაგჭირდეს რისი გაკეთება გინდა, ვიდრე ამ ხელოვნური ინტელექტისთვის. და ეს ბევრად სწრაფად აგიწყობს 2 წუთში, 5 წუთში, 10 წუთში, ან ძალიან მალე. და საკმაოდ რთული, ჩახლართული და დახვეწილი საიტების აწყობა შეუძლია თავისი რეგისტრაციის ფუნქციით, გადახდის ფუნქციით, ბევრი სხვა ფუნქციით. თავარია დეტალურად ავუხსნა რა გინდა, როგორი გინდა, რა ფერებში უნდა იყოს, რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს და ყველაფერს გააკეთებს თვითონ. მოკლედ რომ ვთქვა, lovable არის შენი ვებსაიტის, ვებ დეველოპერების გუნდი, თავის დიზაინერით, დეველოპერით, პროექტ მენეჯერით, ყველაფერი ერთში. უბრალოდ ელაპარაკები, ის კი აგიგებს ვებსაიტს, შენ უბრალოდ უნდა ელაპარაკო. ამიტომაც ეს ხელსაწყო ბოლო თვეებში, წელს იდეაში, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი გახდა, რადგან შეგიძლია რომ ყველანაირი კოდის ცოდნის გარეშე შენი იდეა გადააქციო პროდუქტად. თან მალევე. ასევე შეგიძლია რომ შიდა მოხმარების პროგრამაც ააწყო, მაგალითად შენი კომპანიისთვის, მაგალითად ფინანსური მენეჯმენტის, ან მარაგების მენეჯმენტის, ან არ ვიცი რავი, რაც გჭირდება ყველაფრის. და ბონუსად Hero Hire, რომელსაც ახლა ვტესტავ, ეს არის შენი HR-ის ხელოვნური AI ვერსია. ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი შეუძლია რომ თვითონ განაცავცოს ვაკანსია, შემდეგ შენი მოთხოვნებიდან გამომდინარე გადაარჩიოს ასობით მიღებული რეზიუმე, ასევე გაესაუბროს პირველი ტურის გასაუბრებები ჩაუტაროს მიღებულ კანდიდატებს, შეაფასოს და მოგცეს top 5-ის ლისტი და ახლა უკვე თავის დალაგებული უნარებით, კულტურით, მოტივაციით, ხელოვნური ინტელექტი შეაფასებს მათი საუბრის სტილს, ტონს, მენტალიტეტს და ზუსტად გეტყვის რომ აი ეს ადამიანი შეგეფერება მაგალითად. ანუ იდეაში იმ საქმეს აკეთებს, რასაც ადრე მთლიანად HR დეპარტამენტი აკეთებდა. ხოლო ნუ როცა სწორი ადამიანები აკავს, ისინი რა თქმა უნდა ზრდაში გეხმარებიან. ხოლო ეს Hero კი გეხმარება რომ იპოვოს სწორედ ეს ადამიანები სწრაფად და დაზოგო ძალიან ბევრი დრო და რესურსი ამაში. ამჟამად სიმართლე რომ გითხრათ, ამ ხელოვნური ინტელექტის დატესტვის ეტაპზე ვარ და ვისაც დაგაინტერესებთ, აუცილებლად გაგიზიარებთ შედეგებს. ვიდეოზე მუშაობისას ბევრი AI ხელსაწყო მოვძებნე და გავტესტე და იცი რეალურად შენ არ გჭირდება ყველა მათგანის ერთდროულად გამოყენება. ჯობია რომ აირჩიო ერთი და დაიწყო მისი გამოყენება დღესვე. ხოლო ზოგადად ხელოვნური ინტელექტის მომავალს მე ვხედავ ორი მიმართულებით. ეხლა რომ მივეჩვიეთ ChatGPT-ში ეგრევე როცა პასუხობს, ვფიქრობ რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტი ჩვენგან მიიღებს ბრძანებას, ავა იმუშავებს 24 საათი, შეიძლება 1 კვირა, შეიძლება 1 თვეც და დაბრუნდება შესრულებული რთული დავალებით. ხოლო მეორე კუთხით მოხდება პროგრამების სუპერ პერსონალიზაცია. ანუ თქვენ შეგიძლიათ რომ გქონდეთ თქვენს გემოზე მორგებული CRM-ი, ან რავი რაც გჭირდება, თქვენს სფერებში, თქვენი ფუნქციებით, თქვენი დიზაინით და აი ყველაფერი აწყოთ ძალიან მარტივად. პირდაპირ უთხრათ და აწყობილი პროგრამა გიგდოთ ხელოვნურმა ინტელექტმა 9 საათში ან 1 საათში. დღევანდელი ვიდეო სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და დატოვეთ კომენტარი თუ გაინტერესებთ უფრო სიღრმისეულად გაგიზიაროთ კონკრეტულად ბიზნესში ან პერსონალური განვითარებისთვის რომელ ხელსაწყოს როგორ ვიყენებ. მადლობა ყურადღებისთვის.